ლამპრობა ასე უწოდებენ სვანეთში დღემდე შემონახულ დღესასწაულს, რომელიც მირქმას ღამით აღენიშნება. ბევრი მას წარმართულ ტრადიციას მიაწერს. არადა ლამპრობა ფესვმაგარი ქრისტიანული ზეიმია. იესო ქრისტეს შობიდან მე-40 დღეს 12 დღესასწაულთაგან ერთ-ერთი მირქმა იზეიმება. იგი თითქოს არაფრით გამოირჩევა. მაცხოვრის ცხოვრების სხვა ეპიზოდები შესაძლოა მეტად გამხდარიყო საუფლო დღესასწაულთა საგანი. საინტერესოა, რატომ გამოირჩა იგი თავად უფლისაგან. ამის ასახსნელად უნდა გადავინაცვლოთ მე-6 საუკუნეში. 528 წელი იდგა. ანტიოქიაში საშინელი მიწისძვრა მძვინვარებდა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თავად ქალაქი მიწასთან გასწორდა. ამ დროს იყო გამოცხადება ღვთისგან. უბედურება მაშინ შეწყდებოდა, თუ მოახლოებულ მირქმის დღესასწაულს ხალხი ღამის თევის მსახურებითა და ლიტანიობით მიეგებებოდა. და მართლაც, როგორც კი გამოვიდნენ ღვთისნების აღსასრულებლად, მიწისძვრა შეწყდა. ანტიოქია ქრისტიანთა უპირველეს ქალაქად ითვლებოდა, რადგან აქ იესოს მიმდევრებს ჯერ კიდევ პავლე მოციქულის დროს უკვე ქრისტიანებს უწოდებდნენ. 528 წლის 10 დღიანი მიწისძვრის შეჩერების შემდეგ ანტიოქიას უფლისადმი მადლიერების ნიშნად თეოპოლისი, ანუ ღვთის ქალაქი ეწოდა. გვაქვს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც კონსტანტინეპოლს უკავშირდება. 542 წელს ქალაქი შავმა ჭირმა მოიცვა. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპებოდა. სენმა მეფის კარზეც ჩამოიარა და თავად იუსტინიანეც ვერ გაექცა მას. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, იგი ალბათ მისივე ხელით აგებულმა აია სოფიის ტაძარმა იხსნა სიკვდილისგან. მაშინაც იყო მინიშნება ღვთისგან, თუ მირქმის დღესასწაულს განსაკუთრებული მოწიწებითა და მონდომებით მიეგებებოდნენ, ეპიდემია უკან დაიხევდა. მართლაც, შავი ჭირი ლიტანიობის დაწყებისთანავე შეწყდა. პირველი ეკლესია ღვთიური სიბრძნის სახელზე აქ კონსტანტინე დიდმა ააგო, რომელიც ხანძრის შემდეგ იმპერატორმა თეოდოსი მცირემ განაახლა. იუსტინემ კი ღვთის ისეთი სახლის აშენება განიზრახა, რომელიც სოლომონის ტაძარს დაჩრდილავდა. იგი თითქმის 6 წლის განმავლობაში შენდებოდა, კურთხევას კი 2 დღე დასჭირდა. მირქმის დღესასწაულის მხოლოდ ერთი კუთხით განხილვა შეუძლებელია, რადგან მას, ისევე როგორც სხვა საუფლო დღესასწაულებს, მრავალმხრივი განზომილება გააჩნია. პირველ რიგში გავიხსენოთ თავად ისტორია ამ დღისა. 8 დღე როცა აღსრულდა მაცხოვრის შობიდან, შესრულდა მასზე წინა დაცვეთა, როგორც ეს სჯულში არის უწყებული და ეწოდა მას სახელად იესო. ხოლო ამის შემდეგო, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო დედის წიაღში გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ ამ სახელისდება, ამის შემდეგ გავიდა განწმენდის დღეები და სჯულის თანახმად, სჯულის მოთხოვნის თანახმად ავიდნენ იერუსალიმში, რომ მსხვერპლი შეეწირათ. ასულას ვამბობთ, რადგანაც იერუსალიმი როგორც წმინდა ქალაქი, ისრაელიანთა სულიერების ცენტრი, ზე აღმატებულ ფორმით და ამ მიმართვით ყოველთვის ესე მოიხსენიება და შესწირავენ განწმენდის მსხვერპლს. განწმენდის დედისათვის, ხოლო ვაჟისათვის თუ იგი პირმშუარი, პირველშობილია, მასზე 2 მსახურება აღესრულება. ერთი მსახურება ეს არის პირმშოობის მსახურება, მეორე მსახურება ეს არის გამოსასყიდი მსხვერპლი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს არ ჭირდა რაიმე განსაცმელი, მაგრამ სჯულის მოთხოვნა და აღმსრულებელი, რადგანაც არიან, გამოდის რომ ჯერ აღსრულდა, სახელდება წინადაცვეთა მაცხოვრებისა, შემდეგ მირქმა გამოსასყიდი მსხვერპლი იქნა შეწირული. იერუსალიმში იყო კაცი, რომელსაც ერქვა სვიმეონი.
იგი ქრისტეს შობამდე 222 წლებს შორის ცხოვრობს, მოღვაწეობს, იუდეველთა პირველი მღვდელმთავარია და მას მართალი ეწოდებოდა თავისი ქველი და მართალი მოღვაწეობის გამო. პტოლემეოს ფილადელფოსი, ეგვიპტის მმართველი ქრისტეს შობამდე 270 წელს. მისი მოთხოვნით ბერძნული ენის ალექსანდრიულ დიალექტზე მოსაუბრე ებრაელთათვის ითარგმნა ბიბლია, რომელიც სეპტუაგიტას სახელითაა ცნობილი და 70-თაგანს ნიშნავს. ალექსანდრიაში ცნობილია იყო დიდი ბიბლიოთეკა. პტოლემაიოს ფილადელფოსის თხოვს იმჟამად ისრაელიანთა მღვდელმთავარს, რომ მე გავიგე, თქვენ გქონიათ წიგნი, რომელიც ჩემს ბიბლიოთეკაში არ არის და დიდძალ შესაძლებს გაუგზავნის ტაძრისათვის დიდ საჩუქრებსაც თხოვს, რომ იქნეთ მომცეთ მე საშუალება, რომ ეს წიგნი მეც მქონდეს ბიბლიოთეკაში. და ისრაელიანებმა ამოარჩიეს 12 ტომიდან 6 ადამიანი, რომელმაც იცოდა როგორც ებრაული ზედმიწევნით, ასევე ბერძნული ენები, გაემგზავრა ეს ხალხი ალექსანდრიაში და მათ იწყეს თარგმანება ძველი აღთქმის წმინდა წერილის წიგნებისა. ამ 72 თარგმნის შორის არის სვიმეონი. თარგმნის პროცესში სვიმეონმა წაიკითხა, რომ ესაიას წინასწარმეტყველება, რომ ეს იქნება თქვენ და სამაგალითოდ ქალწული მიუდგება და შობს და მან არ დაიჯერა ქალწულმა როგორ შეიძლება რომ შუასწე და მან მოისურვა ამ ქალწულის შეცვლა, ქალად დაწერა, ამოფხეკვა ამ ტერმინისა და ორგზის გაუტყდაოთ უფრო მეტად ეს კალამი, რაცაც უნდა დაეწერა, შემდეგ მას უფლის ანგელოზი ეჩვენა და აუწყა, რომ შენ იქნები მხილველი მოწმე ქალწულისაგან შობილი მესიისა, მხსნელისა და სვიმეონიც მოელოდებოდა მესიის შობასო. დასასრული სჯულისაი და დასაბამი მადლისაი. ნათესავი ჰურიაი, არამედ მადლითა ქრისტიანე. წიგნობარ კითხვით და ანგელოს ცნობით ფარისეველთა მათ შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშორებულ. ასე უწოდებს წმინდა ტიმოთე იერუსალიმელი მოხუც სვიმეონს, რომელიც 300 წელზე მეტხანს ელოდა ამ სასწაულის აღსრულებას. წმინდა სვიმეონ ღვთის მიმრქმელის ნასახლარზე ახლა ბერძნული მონასტერია, რომელიც ჯვაროსნებმა მე-13 საუკუნის ქართული მონასტრის ნანგრევებზე დააარსეს. როდესაც მოახლოვდა მე-40 დღე, ახლა ჩობილი იესოს ტაძრად მიყვანებისა, სვიმეონი სული წმინდისგან იუწყა. იგი გამოემართა იერუსალიმის ტაძრისაკენ და პირმშოებთან ერთად მოსულ მრავალ დედათა შორის ისევ სული წმინდის მადლითა და სუფთა გულით სულიერად განჭვრიდა განდიდების ნიშნად კვარცხლბეკზე მდგომი ღვთისმშობელი და გამოარჩია იგი, რომელსაც წყაროი იგი ცხოვრებისაი მოაქონდა. ეს სცენა საოცარი სიზუსტითაა გადმოცემული საღოლაშენის ლორფინზე, სადაც დედა ღვთისა განდიდების ნიშნად კვარცხლბეკზე დგას. საღოლაშენის მოოქროვილი ვერცხლის ლორფინი განეკუთვნება მე-11 საუკუნეთა მიჯნას. თავის დროზე არსებობდა 12 დღესასწაულთა ამსახველი 12 პირფიტა, რომლებიც სავარაუდოდ წარმოადგენდა კანკელის ან აღსავლის კარის მოსართავ ნაწილებს. წმინდა მახარებელ ლუკას მიხედვით, დედა ღვთისამ გადასცა მას ყრმა და სვიმეონმა წარმოსთქვა ყველასთვის ცნობილი სიტყვები. აც განუტევე მეუქეო, მე-11 საუკუნის დიდი ზომის ხატი ლაილაშიდან. სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო მირქმის სრული გამოსახულება. სამწუხაროდ ჩვენამდე სიწმინდა მხოლოდ მხარეებ ჩამოკვეთილი სახით მოაღწია. ხატი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია. აქვე გამოჩნდა ფანუელის ასული, მოხუცი ქვრივი, ანა წინასწარმეტყველი, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა იერუსალიმის ტაძრს.
მასაც სული წმინდისგან ეუწყა მესიის მიგებება. ასევე საეკლესიო ტრადიცია არის ამგვარი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი 3 წლის ღვთისმშობელი მიიყვანეს რა ტაძრად, იგი ტაძარში როგორც შეწირული უფლისადმი იქ ყოფობს და მასეოს ზრუნავდაო სწორედ ეს ანა წინასწარმეტყველი. ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიო, პატარა ღვთისმშობელი ანას როგორც ასაკოვას ეხმარებოდა, საკვებს მიაწვდიდა და ესე შემდეგ მოხუც ადამიანსო და ერთად ცხოვრობდნენო. და ნახეთ, ანა წინასწარმეტყველიც შემთხვევით არაა ეს სიტყვა, რომ იგი წინასწარმეტყველია და ეს მიანიშნებს იმას, რომ ისიც სული წმინდის მადლით იყო აღხსებული და ანას წინასწარმეტყველებს მაცხოვრის მომავალი მოღვაწეობის შესახებ. სვიმეონი ღვთისმშობელს მიმართავს, რომ მის გულში გაივლის მახვილი, ხოლო ანა აუწყებს. ეს ყრმა დაიბადა მრავალთა დაცემად და აღდგინებად იერუსალიმში. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? მოხუცი სვიმეონის პირით დედა ღვთისას ეუწყა მომავალი ჯვარცმა, რომელიც მის გულს გაივლიდა. ანას სიტყვებში კი ისრაელის უღირს ტომთა დაცემა და უფალთან წმინდა გულით მოსულ წარმართთა აღდგომა იგულისხმება. გამოდის, რომ მირქმის დღესასწაულში მსხვერპლის თემა გაცხადდა. ეს დღე ძველი და ახალი აღთქმის ერთობის დღესასწაულად უნდა მივიჩნიოთ. მოხუცებული სვიმეონის სახით მთელი მართალი კაცობრიობა მიეგება ხსნელად მოსულ ნათელსა და ტარიქს იესო ქრისტეს. მირქმის დღესასწაულზე მაცხოვარი როგორც მსხვერპლი ისე მიყავთ ტაძარში მომავალი მსხვერპლი და საკურთხეველი სწორედ ის ადგილია, სადაც მსხვერპლი შეიწირება და შეწირული მსხვერპლი საიდუმლო ლოცვების შედეგად გარდაიქმნება წმინდა ძღვენად, რომლითაც ზიარება ხდება მორწმუნეთა. მსხვერპლის თემა ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული შესანიშნავ ხატებზე, რომლებიც სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში შემოინახა. ეს ხატები ქართველ ბერმონაზონთა ნახატია. იესო დედას ეხუტება და ისე იყურება სვიმეონისკენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც ცოტა ესეთი შიშით, ანუ მას როგორც ადამიანს რაღაცნაირად ეს შიშის გრძნობა აქვს. მსხვერპლთან დაკავშირებით, ანუ წინასწარ განცდა აქვს მომავალი ჯვარცმისა, მსხვერპლის თემა არის გაძლიერებული. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია თუ როგორ უჭირავს ის სვიმეონს, როგორ არის ის მის ხელში ესეთი განპყრობილი ხელებით და თავისი მდგომარეობით ის გავს უკვე ჯვარცმულს. ძველი აღთქმის წმინდათა წმინდაში წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შედიოდა მღვდელმთავარი, ორი მსხვერპლის შესაძირად. ერთი შეიწირებოდა საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად, ხოლო მეორე სრულიად დასაწველად. წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებია: მოვა მღვდელ წესსა მას ზედა მელქისედეკისასა, რომელიც დაიკლის ვითარცა ტარიგი. მას არ სჭირდება ორი მსხვერპლი, რადგან უცოდველია. დაიკლის მხოლოდ ერთი და ამით დასაბამი მიეცემა ყოველთა გამოხსნას. ამ თვალსაზრისით მირქმა უდიდესი დღესასწაულია, რადგან ამ დღეს გაცხადდა თუ ვინაა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ჭეშმარიტი მღვდელი. მაცხოვრის გამოსახულება მირქმის სცენებში განსხვავებულია, ზოგჯერ ის მაკურთხეველი ხელით არის და გრაგნილით, როგორც პანტოკრატორი, ის აკურთხებს მღვდელმთავარს, როგორც თქვით, და ამით იკურთხება საერთოდ ღვთისმსახურება ტაძარში, ჩაცმულობით, როგორც სტიქაროსნებს აცვიათ, დაჩითული ქსოვილის შესამოსელი აცვია, ესეთი დაკერებული ზოლებით და ამ შემთხვევაში იგი წარმოადგენს ღვთისმსახურის ხარისხში მყოფს. საქართველოში უკვე მე-7 საუკუნეში გვაქვს უნიკალური ფრესკა უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერში, სადაც
მირქმის იკონოგრაფიული გამოსახულება პირდაპირ ტრაპეზის გარშემო, საკურთხევლის კედელზეა განაწილებული. საკურთხევლის კონქში ტრაპეზის თავზე გამოსახულია გაბრწყინებული ჯვარი. ამით მსხვერპლის თემა ახასგასმული. საიდან მოუვიდა მხატვარს ამგვარი კადნიერება? მირქმის დღეს პირველად მივიდა ჭეშმარიტი ტარიგი ტრაპეზთან. ამიტომაცაა ხშირად მირქმის სცენის სქემაში სხვადასხვა გვარად გამოსახული ტრაპეზი. ასე რომ მხატვარს შემთხვევით არ გამოუსახავს მირქმა საკურთხეველში. საღოლაშენის ხატზე, ჭედურ ხატზე, რომელიც მე-11 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, ჩვენ ვხედავთ ბალდახის ტრაპეზის გარეშე, სხვა არანაირი მინიშნება არ ჩანს ტაძრისა და მხოლოდ აი ამ ბალდახინის გამოსახულებით ვხვდებით, რომ ეს არის ტაძრის ინტერიერი და უფრო კონკრეტულად საკურთხეველი, სადაც იესო როგორც წმინდა მსხვერპლი ისე მოჩანს. ბალდახინის გაფორმებაში, მის კიდეზე ჩვენ ვხედავთ რამდენიმე ქრიზმას. ქრიზმა არის ჯვარის ნაირსახეობა, არსებობს სხვადასხვა ტიპის ქრიზმები და როდესაც 8 ბოლოიანია ქრიზმა, ის აუცილებლად არის დაკავშირებული მერვე დღესთან, ანუ მეორედ მოსვლასთან. ამ ფირფიტამ იმთავითვე მიიპყრო ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ყურადღება. გელათის მირქმის ამსახველი ტიხრული მინანქრის ფირფიტა განეკუთვნება მე-12-მე-13 საუკუნეთა მიჯნას. არსებობდა 12 დღესასწაულთა ამსახველი 12 ასეთი ფირფიტა. მე-19 საუკუნეში 12-ვე გელათიდან რუსეთში გაიტანეს. მათგან სამშობლოში მხოლოდ 3 დაბრუნდა. დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სანთლის გამოსახულება. იგი დგას სიმეტრიის ღერძის ჩამოსწრივ ღვთისმშობელსა და სვიმეონს შორის. რას უნდა ნიშნავდეს სანთელი? სანთელი როგორც ნათელი სიმბოლოა მაცხოვრისა, სანთელი ჩაუქრობელი კელაპტარი სიმბოლოა ღვთისმშობლისაც, მაგრამ არსებობს გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს სანთელი არის მინიშნება იმ 5 ბძენი და 5 სულელი ქალწულის ამბავზე, რომლებიდანაც ერთნი, ესე იგი მზადყოფნაში არიან და იგებებიან მაცხოვარს წინასწარ მომზადებით და მეორენი კი თავიანთი უგუნურობით ვერ ხვდებიან მას, სიძეს, ანუ მაცხოვარს. იგავს მირქმასთან ბევრი საერთო აქვს. მათ შორის შუაღამე, რომელიც წუთის სოფელს განასახიერებს. სიძის მოსვლა, ანუ განკითხვის დღე. 5 გონიერი ქალწული კი მართალი კაცობრიობის სახეა. ამ შემთხვევაში მართალი კაცობრიობის ხატია სვიმეონიც, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ზეთი, იგივე მადლი მოიმუშაკა, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთისმშობელზე, რადგან თუ ვინმეა სამყაროში გონიერი ქალწული, უპირველესად იგი. გონიერი ქალწულის სახეა ანაც. გავიხსენოთ საღოლაშენის ლორფინი, სადაც სწორედ მას უკავია სანთელი, იგივე ლამპარი და ისე ეგებება უფალს. სანთლით, ანთებულით, მზადყოფნის მდგომარეობის გადმოცემისას არაჩვეულებრივად გადმოცემს ოსტატი, რომელიც ხატავს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ხარების ეკლესიას და ის ისე განათავსებს ფიგურებს სარკმლის გარშემო, რომ თვითონ სარკმელი მისგან შემომავალი სინათლით, განათებით ჩვენ როგორც სანთელი, სინათლის წყარო ისე წარმოგვიდგება.
საინტერესოა თუ რატომ უნდა აღნიშნულიყო მირქმა ღამის თემით. ტარიგის გაცხადების ძირითადი სათავე ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის ღამეა. ისრაელის მცველმა უფალმა ერს მოსთხოვა, რომ ეს ღამე მისთვის ღვიძარების ღამე ყოფილიყო. ამით ნათლად გამოიკვეთა ტარიგის თემა. უფლის მითითებით დაიკლებოდა ბატკანი, მისი სისხლით მოინიშნებოდა ყველა კარი, ჩაიკეტებოდა მტკიცედ და ერი ჟამის მოახლოებას დაელოდებოდა. უფლის ანგელოზი შუა ღამისას ჩამოივლიდა და ტარიგის სისხლით დაბეჭდილ სახლში უბედურება ვერ შეაღწევდა. სახლები ეკლესიის სახეა. ტარიგის სისხლი ქრისტეს წმინდა ზიარება, ხოლო დახშული კარი დაცვის ბეჭედი. მირქმის დღე გაცხადებაა პასექის ღამისა, დაახლოება ვნების დღესთან, დიდ პარასკევთან. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ყველა პირმშო ეგვიპტელთა ამოწყდა და ებრაელებმა უფლის წინაშე აღთქმა დადეს, რომ ყველა პირმშო კაცისგან შობილი და ასევე ყველა ცხოველი უფლის წმინდად იწოდება და პირმშოები, რომელიც ისრაელიანთაგან იშვებოდნენ, ისინი უნდა მდგარიყვნენ და ემსახურათ ტაძართან ან კარავთან, ხოლო შემდეგ ტაძართან. ხოლო შემდეგ ლევიტელთა მსახურება შემოდის რა, პირმშოები თავისუფლდებიან ამ მსახურებისგან და ლევიტელები აღასრულებენ ტაძარში მსახურებას. ხოლო პირმშოებმა უნდა გადაიხადონ, უნდა გამოისყიდონ თავიანთი თავი. მათი გამოსასყიდი რა არის? რომ გამოსასყიდი მსხვერპლი როგორც უფლისადმი შეწირულებისა, რომ უნდა შესწირონ ტაძარში 2 გვრიტი ან მტრედის 2 მართვე. დედა, რომელიც განწმენდის, რომ 40 დღე გადის, მასაც აქვს შესაწირი, მას ასევე როგორც ფრინველები მტრედები ან გვრიტები, ან თუ შეძლებულია ოჯახი, ყოვლად დასაწველი მსხვერპლი ეს არის ერთწლიანი კრავი უნდა შესწიროს. გვრიტები საოცრად მშვიდი, ერთგული და უშფოთველი ფრინველები არიან. იოსების ხელში ისინი განადიდებენ წმინდა ოჯახს. როგორც ცნობილია, წმინდა იოსებს დამწინდველი ეწოდება, რადგან ქორწინება დაწინდვის იქით არ წასულა. 2 გვრიტი წმინდა ოჯახთან ერთად იესო ქრისტეს უცოდველობასაც განადიდებს. ისინი არიან სიმბოლო ეკლესიისადმი ერთგულებისა. ამის შესახებ ჩვენ წმინდა იოანე ოქროპირი გვაძლევს განმარტებას, რომელიც გვრიტს ადარებს ეკლესიას, რადგან ჯვარცმის შემდეგ უფალი აღდგა და ამაღლდა და აი ამ განშორების მიუხედავად ეკლესია მაინც ერთგულობს უფალს და მის მოლოდინშია და ემსახურება მას. განა მიიყვანა ღვთისმშობელმა ბატკანი იერუსალიმის ტაძარში. რა თქმა უნდა, მიიყვანა, ოღონდ მის ნაცვლად მიიყვანა ჭეშმარიტი ტარიგი, იესო ქრისტე. ჩვენამდე მოღწეულია უნიკალური ტექსტი, რომელიც აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ გამოსცა, სახელწოდებით ლამპართა კურთხევისათვის. ეს არის მე-16 საუკუნის ძეგლი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამ დროს საქართველოში არსებობდა ლიტურგიკული პრაქტიკა მირქმის ღამეს ლამპართა კურთხევისა. კორნელი კეკელიძის განმარტებით, ეს არის უძველესი იერუსალიმური წესი, როცა შუაღამისას გამოდიოდნენ ანთებული ჩირაღდნებით ხელში მირქმის მისაგებებლად და გონიერი ქალწულების მსგავსად განადიდებდნენ უფალს. თხზულების მიხედვით, ლამპართა კურთხევისას წარმოითქმებოდა სიტყვები: აანთე ლამპარი სულთა ჩვენთა და აკურთხე ლამპარნი ჩვენნი, ვითარცა ლამპარნი გონიერი ქალწულებისა. როგორც თავიდან მოგახსენეთ, დღეს ლამპრობას მხოლოდ სვანები ზეიმობენ. თუმცა ადრე იგი გუდამაყარსა და გურიაშიც აღინიშნებოდა.
ეს ადასტურებს ამ დღესასწაულის ქრისტიანულ ფესვებს. ამასთანავე ნათელი ხდება თუ საიდან მოდის ნირქმის სცენაში სანთლის გამოსახვის ტრადიცია. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად საცნაურს ხდის მე-10 საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფისა და საეკლესიო მოღვაწის იოანე მინჩხის საგალობელი ნირქმაზე. ლამპრითა სულიერითა სვიმეონ მართლისა თანა განვიდეთ ჩვენ მიგებებად მეუფისა, რამე თუ მოვიდა ღმრთეებით ღრუბლითა სულ მციриთა აღსრულებად სჯულისა, გამობრწყინვებად ნათელი წარმართთა ზედა.